მუსიკის სამყაროში ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ნამდვილად შეცვალა ისტორია და მათ შორის ყველაზე ცნობილი მაიკლ ჯექსონია. მას პოპის მეფეს უწოდებდნენ, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა მისი ცხოვრება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სიმღერები, ცეკვა და ტაში. გარი, ინდიანაში მდებარე პატარა სახლიდან ის იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არტისტად. მან შეცვალა მუსიკის შექმნის გზა და სწორედ მისი წყალობით მუსიკალური ვიდეოები ფილმებად იქცა. თუმცა მისი გარდაცვალება საკამათო გახდა და უამრავი ვარაუდი გავრცელდა. ზოგი ამბობს, რომ მაიკლი სინამდვილეში არ მომკვდარა და ზოგი ამტკიცებს, რომ მისი გარდაცვალება გააყალბეს. ნეტავ ეს მართალია. ამ ვიდეოში დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს მაიკლ ჯექსონის შესახებ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ, მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს დიდი დახმარებაა ჩვენთვის, როგორც კონტენტის შემქმნელებისთვის. დიდი მადლობა და ეხლა დავიწყოთ. ოჯახური სირთულეები და მისი ვარსკვლავობისკენ აღმასვლა პატარა ოროთახიან სახლში, გარი, ინდიანაში. აქ დაიწყო იმ ბიჭის ისტორია, რომელმაც მუსიკის სამყარო შეცვალა. როგორც მეათე შვილის მერვე, მაიკლ ჯექსონი გაიზარდა ოჯახში, რომელიც სავსე იყო ოცნებებით, მაგრამ მუდამ უჭირდა კომფორტი. მათი მამა ჯო ჯექსონი კაცრი და დისციპლინირებული კაცი იყო, რომელსაც მაღალი სტანდარტები ჰქონდა. მისთვის შეცდომისთვის ადგილი არ არსებობდა. ხანდახან, როცა მისი შვილების გამოსვლა სრულყოფილი არ იყო, კამარი მათ კანზე ეხებოდა, როგორც შეხსენება, რომ ყოველთვის საუკეთესო უნდა გაეკეთებინათ. მაიკლმა თავის ინტერვიუებში აღიარა, რომ ბავშვობიდანვე ისწავლა მამის კამრის შიში, რომელიც მის პიროვნებაში დარჩა. მაგრამ სასჯელების მიღმა ჯონ მაიკლში განსაკუთრებული ნიჭიც დაინახა. და თავისი შვილის ყოველი სიმღერითა და ცეკვით თითქოს ხედავდა იმედს, რომ ოჯახი სიღარიბიდან ამოეყვანა. კეთრინი, მაიკლის დედა, სრულიად განსხვავდებოდა თავისი ქმრისგან. მორიდებული, მზრუნველი და მშვიდი საყრდენი იყო მათი ოჯახის. ის იყო პირველი, ვინც ირწმუნა, რომ მაიკლში რაღაც განსაკუთრებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სირში მუშაობით დაღლილი იყო, მან არ მისცა თავის შვილს შესაძლებლობა დაეკარგა თავისი ნიჭის განვითარება. მაგრამ სანამ მათი წარმატება საბოლოოდ დაიწყებოდა, პირველი ტრაგედია მოხდა. უმცროსი შვილის, ბრენდონის, რომელიც მარლონის ტყუპის ცალი იყო, გარდაცვალება, დანაკარგის ტივილი ოჯახისთვის ღრმა ჭრილობად იქცა, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი კიდევ უფრო გაძლიერდნენ და მეტი ძალით იბრძოლეს. 1965 წელს მაიკლი ჯგუფის წამყვანი მომღერალი გახდა, რომელსაც სახელად The Jackson 5 დაარქვეს. 5 წლის ასაკში მას უკვე გამოარჩევდა განსაკუთრებული ხმა და ენერგია სცენაზე. ყოველ ადგილობრივ ტალანტ შოუზე ხალხის ყვირილი ისმოდა, როცა ისმღეროდა და ცეკვავდა კიდეც ბავშვი, რომელიც თითქოს შუქზე დაბადებული იყო. 1967 წელს მათ ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვეს აპოლოს თეატრის ამატორთა ღამის მოგება ჰარლემში. იქიდან Motown Records-მა, იმ დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ლეიბლმა ისინი შეამჩნია. დიანა როსის დახმარებით მათ კონტრაქტს მოაწერეს ხელი 1969 წელს. მათი პირველი სინგლი I Want You Back სწრაფად გახდა პოპულარული რადიოში და ავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ ადგილზე. 11 წლის ასაკში მაიკლი ჯგუფის ცენტრი გახდა. მისი ხმა, მოძრაობა და ქარიზმა მაშინვე ამტკიცებდა, რომ ის იყო The Jackson 5-ის მთავარი ვარსკვლავი. შემდეგ მოხდა სიმღერები ABC, The Love You Save და I'll Be There. ეს სიმღერები კიდევ უფრო განამტკიცა ჯგუფის სახელი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 70-იან წლებში. მაგრამ გულშემატკივართა ღიმილებისა და ყვირილის მიღმა მაიკლი ნელ-ნელა გრძნობდა დაღლილობას და სურვილს თავისი გზა ეპოვა. როდესაც იზრდებოდა, მის გონებაში ნელ-ნელა ყალიბდებოდა სოლო კარიერის ოცნება. ეს მხოლოდ ამბიციის გამო არ იყო, არამედ იმიტომაც, რომ სურდა ეჩვენებინა, ვინ იყო სინამდვილეში როგორც არტისტი. მისი ახალგაზრდობის სირთულეები, შიში, დისციპლინა და გამოცდები. ეს ყველაფერი მისი მიზანდასახულობის საწვავად იქცა. და ინდიანას პატარა სახლიდან დაიწყო იმ ბიჭის მოგზაურობა, რომელიც მსოფლიოს The King of Pop-ად გააცნობდა თავს. ბიჭი, რომელიც მხოლოდ არ მღეროდა, არამედ სამუდამოდ შეცვალა მუსიკის მიმდინარეობა, სტუდიის სესიებიდან გლობალურ ვარსკვლავობამდე 13 წლიდან მაიკლ ჯექსონმა დაიწყო გზა, რომელმაც მთელი მუსიკის ინდუსტრია შეცვალა. ის აღარ იყო უბრალოდ The Jackson 5-ის წევრი. ის უკვე სოლო არტისტი იყო, რომელიც მზად იყო საკუთარი სახელი შეექმნა. მისმა პირველმა სინგლმა Got to Be There, რომელიც გამოვიდა 1971 წელს,
აჩვენა განსაკუთრებული ემოცია და ვოკალური ოსტატობა, რაც იშვიათად ისმის ბავშვისგან. მაგრამ მაიკლ ჯექსონის ნამდვილი აღზევება რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდა. ამის შემდეგ 1979 წელს გამოსულ ალბომში Off the Wall ლეგენდარული პროდიუსერის Quincy Jones-ის დახმარებით მათ შექმნეს ჟღერადობა, რომელიც მანამდე არავის გაეგონა. პოპის, soul-ის, funk-ისა და დისკოს კომბინაცია, რომელმაც მთელი მსოფლიო ააფეთქა. სიმღერა Don't Stop Till You Get Enough პირველი გახდა პოპულარული ენერგიული ტრეკი, რომელმაც მაიკლ ჯექსონს თავისი პირველი გრემი მოუტანა. მაგრამ ჯილდოზე მეტად ამ ალბომმა აჩვენა, ვინ იყო სინამდვილეში მაიკლ ჯექსონი. ხატვარი, რომელსაც საკუთარი მიმართულება ჰქონდა და არ ეშინოდა ექსპერიმენტების. Off the Wall მხოლოდ წარმატებული არ ყოფილა, მან მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონზე მეტი ასლი გაპიდა. მაგრამ მიუხედავად ასეთი დიდი წარმატებისა, ის მაინც არ იყო კმაყოფილი. მაიკლს სჯეროდა, რომ მას შეეძლო კიდევ უფრო დიდი რამ შეექმნა. ნამუშევარი, რომელიც მუსიკის ისტორიას შეცვლიდა. და 1982 წელს მან გამოუშვა ალბომი Thriller. ამას ვერავინ შეედრება. Thriller გახდა ყველაზე გაყიდვადი ალბომი ისტორიაში, დაახლოებით 66 მილიონი ასლი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. მაგრამ მისი გავლენა მხოლოდ მუსიკაში არ აფეთქდა, არამედ ვიზუალურ მოთხრობაშიც. ბილი ჯინის, ბითიტისა და განსაკუთრებით Thriller-ის მუსიკალურ ვიდეოებში მაიკლმა მუსიკალური ვიდეო ხელოვნებად აქცია. Thriller-ის ვიდეო, რომელიც 14 წუთი გრძელდებოდა და ჯონ ლანდისმა გადაიღო მაიკლს მგელკაცისა და ზომბის როლში აჩვენებდა. ეს იყო კინემატოგრაფიული შედევრი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ყველაფერი. თუ როგორ უყურებდნენ მუსიკალურ ვიდეოებს, Thriller-ის წარმატება გამორჩეული იყო. ის ბილბორდის 200-ულ ჩარტში 27 კვირის განმავლობაში ნომერ 1 ადგილს იკავებდა. მას ჰქონდა 7 ტოპ 10-ული სინგლი, რაც რეკორდია და რთულია მისთვის მიაღწიო. და 1984 წლის გრემის დაჯილდოებაზე მაიკლმა მოიგო 8 ჯილდო, მათ შორის წლის ალბომის ჯილდო, რაც მუსიკის ისტორიაში რეკორდული მომენტი იყო. მაიკლი დომინირებდა არა მხოლოდ სტუდიაში, არამედ სცენაზეც. მისი Moonwalk-ი, რომელიც პირველად წარადგინა Motown-ის 25 წლის იუბილეზე 1983 წელს, მაშინვე გახდა მისი ოსტატობის სიმბოლო. ყოველი მოძრაობით, ფეხის ყოველი სრიალით თითქოს ჯადოსნობა იყო. მათ შორის, მისი ვიქტორი ტური ძმებთან ერთად 1984 წელს გახდა 10 წლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცერტი. სავსე იყო ხალხით, სავსე ენერგიით, სავსე ლეგენდებით. იმ მომენტში ის აღარ იყო მხოლოდ მომღერალი ან მოცეკვავე. ის თავად გახდა სტანდარტი. მაიკლ ჯექსონი მხოლოდ მუსიკას არ ქმნიდა. ის იყო თავად ის მიზეზი, რის გამოც შეიცვალა მთელი პოპ კულტურის ხმა, იერი და შეგრძნება. და Thriller-ის ყოველი ბითით დაიწყო ნამდვილი პოპის მეფის ეპოქა. ქარტების სათავეში მყოფი ჰიტები და თამაშის შემცვლელი გარიგებები. როდესაც მაიკლ ჯექსონის კარიერა წარმატების მწვერვალზე ადიოდა, ნათელი გახდა, რომ ის მხოლოდ შემსრულებელი კი არა, არამედ ჭკვიანი ბიზნესმენიც იყო. მან იცოდა, როგორ გამოეყენებინა თავისი ტალანტი არა მხოლოდ მუსიკისთვის, არამედ გონივრული ბიზნეს გადაწყვეტილებებისთვისაც. 1985 წელს მან გადადგა ნაბიჯი, რომელმაც მთელი ინდუსტრია გააოცა. მაიკლმა იღიდა The Beatles-ის სიმღერების საავტორო უფლებები 47.5 მილიონი დოლარად. მან თავად პოლ მაკარტნის შეთავაზებასაც კი აჯობა. ამ გარიგების საშუალებით ის გახდა ზოგიერთი ყველაზე ძვირფასი სიმღერის მფლობელი მუსიკის ისტორიაში, როგორიცაა Yesterday, Let It Be და Hey Jude. ამ კოლექციამ მას ყოველწლიურად მილიონობით დოლარი მოუტანა და მისი ღირებულება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება. მაგრამ მისი სწრაფი მოქმედება ამით არ დასრულებულა. 1991 წელს მან კონტრაქტი გააფორმა Sony Music-თან, რომელიც ყველაზე დიდად ითვლებოდა. დროის ისტორიაში საერთო თანხა 65 მილიონი დოლარი იყო. გარიგებაში შედიოდა 5 მილიონი დოლარის ავანსი თითოეულ ალბომზე და დამატებით 1 მილიონი ბონუსი ყოველ ჯერზე, როცა ალბომის გაყიდვები 5 მილიონს მიაღწევდა. იგივე პერიოდში მაიკლმაც დაიწყო რეკლამებში მონაწილეობა. 1993 წელს მაიკლმა ხელი მოაწერა 5 მილიონი დოლარის კონტრაქტს Pepsi-სთან, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო. გარიგებაში შედიოდა სარეკლამო რგოლების სერია და სპონსორობა ჯექსონების გამარჯვების ტურისთვის. შედეგად, Pepsi-ის ბაზრის წილი 8%-ით გაიზარდა. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ რასაც მაიკლი შეეხება, ყველაფერი ოქროდ იქცევა. და როცა ის ლეგენდად იქცევა, მისი ფინანსური ძალაც უფრო ძლიერდება. 1995 წელს მაიკლმა თავისი კომპანია ATV Music გააერთიანა Sony Music Publishing-თან, რის შედეგადაც შეიქმნა Sony ATV Music Publishing. ეს არის გიგანტური კომპანია, რომელსაც ეკუთვნის 250,000-ზე მეტი სიმღერა. აქ შედის Elvis Presley-ის, Bob Dylan-ის და თუნდაც Taylor Swift-ის სიმღერები.
მისი გარდაცვალების დროს 2009 წელს მისი ქონება დაახლოებით $500 მილიონ შეადგენდა. ეს მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მუსიკოსად აქცევს. მაგრამ ფულზე მეტად მაიკლმა დატოვა მემკვიდრეობა გონიერებისა და სტრატეგიის. მან დაამტკიცა, რომ პოპის მეფეობა მხოლოდ მუსიკაზე არ არის. ეს ასევე ეხება აზროვნებას, რომელიც ცდება ჩვეულებებს. სხვა ადამიანები სიმღერით ფულს შოულობენ, ხოლო მაიკლ ჯექსონი თავად მუსიკის მფლობელობით იღებდა შემოსავალს. სცენის მიღმა აღმასულა, გარდაქმნის სირთულეები. როდესაც მაიკლ ჯექსონი პოპულარობის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა, მის ცხოვრებაში ასევე დაიწყო პირადი გამოცდები, რომლებმაც მისი ძალა და პიროვნება გამოსცადეს. 80-იანი წლების შუა პერიოდში საზოგადოება მაიკლ ჯექსონის გარეგნობაში დიდი ცვლილებები შენიშნა, განსაკუთრებით მისი კანის ფერი. ამიტომაც გავცელდა ჭორები თითქოს ის განზრახ ათეთრებდა თავის განს, რათა თეთრკანიანად გამოჩენილიყო. მაგრამ სინამდვილეში მაიკლ ჯექსონს დაავადება ჰქონდა. მას ვიტილიგო ჰქონდა მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანის ბუნებრივი ფერის დაკარგვას და ლუპუსი, აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ანადგურებს სხეულის უჯრედებს. იმისთვის, რომ კამერაზე კანის ფერი გაეთანაბრებინა, ის იყენებდა მაკიაჟს და კანის კრემს. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით და უსრულებელი განსჯის საგანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მას დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ, ის არ გაჩერებულა. 1985 წელს მან ლიონელ რიჩისთან ერთად დაწერა სიმღერა We Are The World. საქველმოქმედო სიმღერა, რომელმაც აფრიკაში მშიერებისთვის $73 მილიონ მეტი შეაგროვა. სიმღერაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც იყვნენ სტივი ვანდერი, პოლ საიმონი და ტინა ტერნერი. ეს იყო ისტორიული მომენტი მუსიკაში ერთიანობისთვის. იმავე წელს დაიწყო ვიქტორი ტური ფავის ძმებთან ერთად, რომელმაც $75 მილიონი გამოიმუშავა. ეს იყო ახალი რეკორდი ბილეთების გაყიდვებსა და დასწრებაში. ამასთან ერთად მაიკლ ჯექსონი არ შეწყვეტილა დახმარებას. დონაცია აქ, დახმარება იქ. United Negro College Fund-დან დაწყებული Make-A-Wish Foundation-დე მაიკლ ჯექსონი იყო შთაგონება თუ როგორ უნდა გამოიყენო პოპულარობა სიკეთისთვის. მაგრამ როცა ის წარმატებას აღწევდა, მედიის კრიტიკაც უფრო ძლიერდებოდა. როდესაც ის ცვლიდა თანამედროვე მუსიკის ჟღერადობას, ხალხი უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა მის ცხვირს, კანს და უცნაურ ქცევებს. 1987 წელს მან გამოუშვა ალბომი Bad, რომელსაც ჰქონდა 5 ნომერ, პირველი ჰიტი და მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 35 მილიონზე მეტი ასლი. მაგრამ მისი ტალანტის გების ნაცვლად, მედია უფრო მეტად მის გარეგნობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის არ შეუწყვეტია შემოქმედება, მაიკლისთვის მუსიკა იყო მისი საყრდენი, ერთადერთი გზა რომ გააქცეოდა სამყაროს ხმაურს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეჭვობდა მასში, მან აჩვენა, რომ ტკივილის, ჭორებისა და ინტრიგების მიუხედავად, ნამდვილი ვარსკვლავი მუდამ ანათებს. დიდების ფასი, ხელოვნების შექმნა ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ჯექსონის გარშემო მუდმივად ტრიალებდა ჭორები, საუბრები და სკანდალები, ერთი რამ ნათელი იყო. მისი ხელოვნება არასოდეს ჩამქრალა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე მუდმივად იწერებოდა სათაურები მის გარეგნობაზე, ხასიათსა და პირად ცხოვრებაზე, მაიკლ ჯექსონი არ შეჩერებულა შემოქმედებაში. ამის ნაცვლად მან კიდევ უფრო მეტად გააფართოვა მუსიკის, კინოსა და საშემსრულებლო ხელოვნების საზღვრები. 1986 წელს მაიკლ ჯექსონმა ითანამშრომლა კინოს ორ გიგანტთან, ჯორჯ ლუკასთან და ფრენსის ფორდ კოპოლასთან. უნიკალური პროექტისთვის, რომელსაც ეწოდებოდა Captain EO. ეს იყო 18 წუთიანი სამგანზომილებიანი ფილმი, რომელიც აერთიანებდა მუსიკას, ცეკვასა და სპეციალურ ეფექტებს, რომლებიც იმ დროისთვის ძალიან მოწინავე იყო. ფილმი აჩვენეს დიზნეის თემატურ პარკებში და მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება $30 მილიონ მეტი იყო, დაწყეს 70 მილიონზე მეტ უდრის, ეს პროექტი უზარმაზარი წარმატება გახდა. ეს იყო მტკიცებულება მაიკლ ჯექსონის შეუდარებელი გავლენისა. დამადასტურებელი იმისა, რომ მას შეეძლო ფილმის, მუსიკისა და ტექნოლოგიის ერთ ნამუშევარში გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ჯექსონის პირადი ცხოვრება განხილვის ცენტრში იყო, ის კვლავ აქტიურად მუშაობდა სტუდიაში. 1987 წელს, 5 წლის შემდეგ, თრილერის გამოსვლიდან, მაიკლ ჯექსონმა გამოუშვა ალბომი Bad, რომელიც უფრო თამამი და აგრესიული ჟღერადობით გამოირჩეოდა. აქ მან წარმოადგინა სიმღერები Smooth Criminal და Dirty Diana. ორივე მათგანი ეხებოდა თემებს, რომლებსაც პოპ არტისტები იშვიათად ეხებიან: ძალაუფლება, სიხარბე და სექსუალური პოლიტიკა. ოუელ სიმღერასა და მუსიკალურ ვიდეოში ის ავლენს პოპ კულტურის ახალ სახეს. რეჟისორების, როგორიცაა მარტინ სკორსეზე, დახმარებით ალბომთან ერთად შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები პატარა შედევრებად იქცა.
ეს მხოლოდ მუსიკალური ვიდეოები არ არის, ეს არის ფილმის, თეატრისა და ვიზუალური თხრობის რევოლუციის კომბინაცია. მაგრამ სიმღერებსა და ცეკვაზე მეტად მაიკლმა ნამდვილი შთაგონება დაგვიტოვა. მისი მოძრაობები, ხმა და სტილი თანამედროვე პოპ მუსიკის საფუძვლად იქცა. ბევრი არტისტი ჰიპ-ჰოპიდან კეი-პოპამდე მას გზამკვლევად და შთაგონების წყაროდ მიიჩნევს. მან ასევე გააქრო ფერის საზღვრები ინდუსტრიაში. მისი ტალანტის საშუალებით მან დაამტკიცა, რომ მუსიკა არ არის მხოლოდ თეთრი ან შავი. ის უნივერსალურია. მისი ფეხის ყოველი მოძრაობით, მისი ხმის ყოველი ნოტით მან აჩვენა, რომ ხელოვნებას შეუძლია მთელი მსოფლიოს გაერთიანება. მაგრამ მისი წარმატების ზრდასთან ერთად დაღლილობა და ზეწოლა კიდევ უფრო გაღრმავდა. მედია მას არ აპატია. ყოველი მოძრაობა, ყოველი ქმედება, ყოველი სიტყვა გაანალიზებული, დამახინჯებული და ახალ ამბად ქცეული იყო. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც მყარად იდგა. არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ერთგულების სიმბოლო. ხელოვნებაში ადამიანი, რომელიც დანაგრძობს შექმნას, მაშინაც კი როცა სამყარო მას წინააღმდეგობას უწევს. და ყოველ სცენაზე, რომელზეც ის დგას, ყველას ახსენებს. შეიძლება ადამიანის პოპულარობა დაინგრეს, მაგრამ ნამდვილი არტისტი არასდროს დანებდება სინათლეს. თრილერის ეპოქაში 80-იანების ზენიტში მაიკლ ჯექსონი წარმატების მწვერვალს მიაღწია. 1987 წელს მან გამოუშვა ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნანატრი ალბომი მუსიკის ისტორიაში. Bad Thriller-ის შემდეგი ალბომი, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა მისი ტახტი როგორც პოპის მეფე. და როგორც მოსალოდნელი იყო, მან არ გააცვლა იმედები, Bad-ი გლობალურ ფენომენად იქცა. ამ ალბომიდან 5 სიმღერა ერთდროულად მოხვდა Billboard-ის ცხელი ასეულის პირველ ადგილზე. მათ შორისაა I Just Can't Stop Loving You, Bad და Man in the Mirror. საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 25 მილიონზე მეტი ასლი. ამან კიდევ უფრო გაამყარა ის ფაქტი, რომ მაიკლი არა მხოლოდ შემსრულებელია, არამედ მუსიკაში რევოლუციონერია. ალბომის მხარდასაჭერად მაიკლმა დაიწყო თავისი პირველი სოლო მსოფლიო ტურნე, Bad World Tour. ის გაგრძელდა 16 თვის განმავლობაში. ჩატარდა 133 კონცერტი 15 ქვეყანაში და გამოიმუშავა 125 მილიონ დოლარზე მეტი. ეს იყო ყველაზე დიდი შემოსავალი სოლო არტისტის ისტორიაში იმ დროს. ყოველი გამოსვლა ფილმს გავდა. სრულყოფილად ქორეოგრაფირებული, სავსე იყო განათებით, ცეცხლით და ემოციით. ყოველი მუნვოკით და მაღალი ნოტით მაიკლი თითქოს აჩვენებდა, რომ მას მსგავსი არავინ ჰყავდა. 1988 წელს მან გამოსცა თავისი ავტობიოგრაფია, Moonwalk-ი, რომელიც თავად მაიკლმა დაწერა. აქ პირველად იხილა საზოგადოება მისი ნიღბის მიღმა. როგორ დაიწყო მან, რა სირთულეები გამოიარა. მამის ხელში მის მიერ განცდილი ტკივილი და ის მკაცრი დისციპლინა, რომელმაც წარმატებამდე მიიყვანა. პირველი წლის განმავლობაში 9 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მაშინვე გაიყიდა. ეს იყო ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ მსოფლიო არა მხოლოდ მის მუსიკას, არამედ მისი ცხოვრების ისტორიასაც ელოდა. იმავე წელს მაიკლმა კალიფორნიის სანტა-ბარბარას ოლქში უზარმაზარი მიწის ნაკვეთი შეიძინა. ცნობილი Neverland Valley Rancho. მას ჰქონდა 2700 აკრი. იქ იყო გასართობი პარკი, ზოოპარკი და საკუთარი კინოთეატრი. მაიკლისთვის ეს იყო მისი სამოთხე. ეს იყო ადგილი, სადაც მას შეეძლო ისევ ბავშვი ყოფილიყო შორს კამერებისა და სათაურების ხმაურისგან. მაგრამ სხვებისთვის ეს მისი უცნაური პიროვნებისსანებისა და ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროზე გადაცების სიმბოლოდ იქცა. მისი წარმატების მიუხედავად ის მაინც უკმაყოფილო იყო. 1989 წელს მან ხელი მოაწერა რეკორდულ 65 მილიონი დოლარის კონტრაქტს Sony Music-თან. ეს იყო ყველაზე დიდი კონტრაქტი იმ დროისთვის, რომელიმე შემსრულებლისთვის. ამაში შედიოდა 5 მილიონი დოლარის ავანსი თითოეულ ალბომზე და 1 მილიონი დოლარის ბონუსი ყოველი ალბომისთვის, რომლის გაყიდვაც 5 მილიონზე მეტ ეგზემპლარს გადააჭარბებდა. 10 წლეულის ბოლოსთვის მაიკლი მსოფლიოს მწვერვალზე იყო. მან შეცვალა მუსიკა, მუსიკალური ვიდეოების შექმნის წესი და ასევე სუპერვარსკვლავის კონცეფცია. მაგრამ როცა ყურადღების ცენტრი კიდევ უფრო ძლიერდებოდა, მის ცხოვრებაში ჩრდილებიც თანდათან ღრმავდებოდა. ძლიერი წნეხი, დაღლილობა და უწყვეტი. მედიის კრიტიკა თანდათან გროვდებოდა, როგორც ტალღები, რომლებიც ბოლოს მის წინააღმდეგ შემოტრიალდებოდა. მაგრამ ამ დროს ეთვი არავის ჰქონდა. მაიკლ ჯექსონი მხოლოდ შემსრულებელი არ იყო. მან თავიდან განსაზღვრა პოპ-კულტურა და მუსიკის სამყაროში ჩვეულებრიობა შეუძლებელი გახადა. ორმაგი ცხოვრება. პოპის მეფის დამალუი სამყარო. როდესაც მაიკლ ჯექსონი კიდევ უფრო პოპულარული ხდებოდა, მისი პირადი ცხოვრება უფრო არეულ და საიდუმლოებით მოცული ხდებოდა. 1994 წელს მთელ მსოფლიოს მიეწოდა ეს ამბავი.
მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა ლიზა მარი პრესლიზე, რომელიც თავად როკ-ენ-როლის ლეგენდის ელვის პრესლის ქალიშვილია. ეს ქორწინება ყველასთვის მოულოდნელი იყო, ზოგიერთები გახარებულნი იყვნენ, მაგრამ ბევრს ეჭვი შეეპარა. ბევრმა თქვა, რომ ეს უბრალოდ პიარისთვის გაკეთებული ნაბიჯი იყო. სხვა კი კითხულობდა, ნამდვილი იყო თუ არა მათი სიყვარული. თუ ეს უბრალოდ მომღერლის იმიჯის შესაცვლელად გადადგმული ნაბიჯი იყო სკანდალების შემდეგ. მაგრამ მაიკლი არ დანებდა. მედიისა და საზოგადოების ეჭვების მიუხედავად, მან გააგრძელა თავისი კარიერა და მნიშვნელოვანი პროექტები. 1995 წელს მან გამოუშვა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი. ალბომი History Past, Present and Future Book 1. ეს იყო ორმაგი დისკის ნაკრები, რომელიც აერთიანებდა მის კლასიკურ ჰიტებს და ახალ სიმღერებს. პირველი სინგლი, Scream, რომელიც დუეტში შეასრულა თავის დასთან, ჯანეტ ჯექსონთან ერთად, იყო მედიის წინააღმდეგ გაბედული პასუხი. აქ ჩანს მაიკლ ჯექსონის რისხვა და სიტყვები, რომელიც გამოხატავს მის დამოკიდებულებას მუდმივი განსჯისა და ცუ ამბების მიმართ, რომლებიც მის მიმართ ვრცელდებოდა. და ეს ყველაფერი არ არის ამ ალბომის მუსიკალური ვიდეოები, როგორიცაა Scream და Ersongi, წარმოადგენენ მინი-ფილმებს მათი მასშტაბური წარმოების Ersongi ძალიან ძლიერი სიმღერაა. ეს სიმღერა ეხება ბუნების განადგურებასა და ცხოველების მიმართ ძალადობას, რომელმაც ბევრ ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა და ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელსაც მუსიკალური ინდუსტრია ხშირად არ ეხება. მაგრამ ჯილდოების მიღმა მაიკლ ჯექსონის ცხოვრება ნელ-ნელა ინგრეოდა. 2 წლის თანაცხოვრების შემდეგ მაიკლ ჯექსონი და ლიზა მარი პრესლი 1986 წელს დაშორდნენ. გავცოდა ჭორები უთანხმოებაზე და ოჯახთან დაკავშირებული ჩაშლილი გეგმების შესახებ. იმავე წელს მან კვლავ იქორწინა. ექიმთან სახელად დები როუ, რომელიც მან გაიცნო დერმატოლოგთან, რომელიც მას კურნალობდა. ერთად მათ 2 შვილი ჰყავდათ, პრინსი და პარიზ ჯექსონი, მაგრამ 3 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ 1999 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ის აგრძელებდა იყო მამა, შემსრულებელი და ფილანტროპი, თანდათან მისი ფიზიკური გარეგნობა საიდუმლოდ იქცა. წლების გასვლასთან ერთად მაიკლი უფრო გამხდარი და უფრო თეთრი ხდებოდა, სახის ფორმაც ეცვლებოდა. ამიტომ ის ტაბლოიდების საყვარელ თემად იქცა, რომლებიც ავრცელებდნენ სხვადასხვა ვარაუდებს ოპერაციებზე, მედიკამენტებზე და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც კი. ბევრმა თქვა, რომ თითქოს ის თავის შავკანიან იდენტობას იშორებდა. სხვაები ამბობდნენ, რომ ეს უბრალოდ მისი ვიტილიგოს დაავადებისა და ბავშვობიდან მოყოლებული დაურწმუნებლობის შედეგი იყო. რაც არ უნდა იყოს სიმართლე, საზოგადოება აშკარად გრძნობდა, რომ ოპის მეფედ ოპნის წნეხს თავისი ფასი ჰქონდა. და ეს იყო მისი პირადი ცხოვრების ნელ-ნელა დაკარგვა. თუმცა, ყველა სირთულის მიუხედავად, მაიკლს მაინც არ შეუწყვეტია შემოქმედება. 1997 წელს მაიკლმა გამოუშვა Blood on the Dance Floor, History in the Mix, Remix ალბომი, რომელიც სავსეა ელექტრონული და საცეკვაო გავლენებით. მისი სათაურის მქონე ტრეკი მთელ მსოფლიოში გაისმა. მან დაამტკიცა, რომ მიუხედავად სკანდალებისა, მას მაინც შეუძლია შექმნას მუსიკა, რომელიც დომინირებს. მე-20 საუკუნის დასასრულს ის კვლავ რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად პლანეტაზე, რომელსაც მილიონები უყვარდა, მაგრამ ყოველთვის მედიის მიკროსკოპის ქვეშ იყო. ის იყო ლეგენდა, რომელსაც 2 სამყარო ყოფდა. ოპ ვარსკვლავი, რომელსაც ყველა ხედავდა და პირადი სული, რომელიც დიდი ხანია ცდილობდა გაერიდებინა ყურადღების ცენტრი. დიდების ფასი, სამართლიანობისთვის ბრძოლა. მაიკლ ჯექსონის პოპულარობის პიკზე მის ცხოვრებაში მხოლოდ წარმატებები არ მოსულა. აქვე იყო ყველაზე დიდი გამოცდები, რაც შეიძლება არტისტს შეხვდეს. როდესაც ის წარმატების მწვერვალს აღწევდა, თანდათან მატულობდა საქმეები, სკანდალები და ინტრიგები, რომლებიც მის სახელსა და პიროვნებას გამოცდას უტარებდნენ. 1993 წელს 13 წლის ბიჭი ჯორდან ჩანდლერი დაადანაშაულა მაიკლ ჯექსონის ძალადობაში. ეს იყო ამბავი, რომელმაც არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა გაზეთებში, ტელევიზიაში და რადიოში და გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი მუსიკის ისტორიაში. მაიკლ ჯექსონი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი და მეტი ზიანი მის კარიერას, ის დათანხმდა სასამართლოს გასამართლოს გარეთ შეთანხმებას. $22 მილიონი გადაუხადეს ჩანდლერის ოჯახს. ზოგისთვის ეს იყო დანაშაულის ნიშანი, მაგრამ სხვებისთვის ეს უბრალოდ გზა იყო, რომ თავიდან აეცილებინათ უფრო დიდი პრობლემები.
აქ დაიწყო პოპის მეფის იმიჯის რღვევა ზოგიერთი ადამიანის თვალში. ყოფილი სრულყოფილი მუსიკის კუმირი ახლა ყვითელი პრესის დაყურების ქვეშაა და ოპორტუნისტების სამიზნეა. მიუხედავად იმისა, რომ ის განაგრძობდა ბავშვებისა და გაჭირვებულებისთვის დახმარების გაწევის გაწევას, Heal the World ფონდის მეშვეობით, ეს საკმარისი არ იყო მის წინააღმდეგ დავრცელებული ჭორებისა და ბრალდებების დასაცხრობად. როდესაც ახალი ათასლეული დაიწყო, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მისი ვალები გაიზარდა მდიდრული ცხოვრების სტილისა და Neverland Ranch-ის ძვირადღირებული შენახვის გამო. ასევე გაიზარდა მის წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა, მათ შორის ყოფილი ბიზნეს პარტნიორების მხრიდანაც. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის დახმარება არ შეუწყვეტია მილიონობით დოლარს წირავდა საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებსა და საქველმოქმედო პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 2005 წელს მისი პიროვნება კიდევ ერთხელ გამოცადეს. ის კიდევ ერთ საქმეში გაეხო, რომელიც ძალადობას უკავშირდებოდა. მაგრამ ამჯერად მან სულად გაიარა სასამართლო პროცესი. სასამართლოში ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მან კანონის წინაშე გაიმარჯვა, მისი რეპუტაცია მაინც დაზიანდა. ადამიანები, რომლებიც ოდესღაც მას აღმერთებდნენ, ახლა დაყოფილნი არიან. ზოგი კვლავაც ენდობა მას, ზოგი კი საბოლოოდ განუდგა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც აგრძელებს ბრძოლას. ის მხოლოდ თავისი სახელისთვის არ იბრძვის, არამედ სიმართლისა და იმ ხელოვნებისთვის, რომელიც უყვარდა სოფლიოში, რომელიც სავსეა პოპულარობით, ფულითა და ძალაუფლებით. მაიკლ ჯექსონი ცოცხალი შეხსენებაა იმისა, რომ წარმატებას თავისი ფასი აქვს და მის შემთხვევაში პოპულარობის ფასი იყო თავად მისი ცხოვრების სიმშვიდე. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა უცნაური ჭორი. ამბობენ, რომ მაიკლ ჯექსონი საიდუმლოდ ისლამზე მოექცა სიკვდილამდე. ჭორები დაიწყო თითქოს და ნიშნებითა და ტაბლოიდებში გავრცელებული ამბებით. ამბობენ, რომ მისი ფოტოები არსებობს, სადაც ის მუსლიმური ტრადიციული ტანსაცმელი აცვია. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ის ისლამურ სწავლებებს სწავლობდა. ასევე იყო საუბრები, რომ მან თითქოს და სახელი შეიცვალა და მიხაილი დაარქვა თავს. როდესაც ამბები ვრცელდებოდა, მითქმა-მოთქმაც უფრო იზრდებოდა. ზოგი ამბობდა, რომ თითქოს და ის ნახეს ცნობილ მუსლიმებთან ერთად, მაგალითად, კეთ სტივენსთან, რომელიც ახლა იუსუფ ისლამის სახელით არის ცნობილი. და თითქოს ეს იყო ის, რამაც მასზე გავლენა მოახდინა. სხვები კი ამბობდნენ, რომ მას რთული დროების გავლენა დაეწყო და თითქოს მას სურდა ახალი ცხოვრება დაეწყო სხვა საწუნოებაში. თუმცა ეს სწრაფადვე უარყო მისმა ოჯახმა. ერმეინ ჯექსონის თქმით, რომელიც თავად გადავიდა ისლამში 1999 წელს, მაიკლ ჯექსონს არასოდეს უთქვამს შაჰადა. ეს არის რწმენა, რომელიც ადასტურებს მუსლიმანობას. სხვა ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაიკლს დიდი პატივისცემა ჰქონდა სხვადასხვა რელიგიის მიმართ, ის ქრისტიანად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, ჭორები მაინც არ შეწყვეტილა. 2010 წელს მაიკლ ჯექსონის ყოფილი პირადი მცველი მეტ ფიდესმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა და მან თქვა, რომ მომღერალი მართლაც მოექცა ისლამში 2008 წელს. თუმცა ბევრს ეჭვიეპარებოდა ფიდესის სანდოობაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა მან გამოაქვეყნა სხვა ისტორიები, რომლებიც თითქოს გადაჭარბებული იყო და მტკიცებულება არ გააჩნდა. მაიკლ ჯექსონის ცხოვრების ბევრი ნაწილის მგევრი მსგავსად, სიმართლე კვლავ გამოცანად რჩება. ზოგიერთი თვლის, რომ ეს სიმბოლოა. ეს არის ადამიანების დაუსრულებელი ძიების სიმბოლო, რომლებიც ცდილობენ ამოხსნან საიდუმლო, რომელიც მის იმიჯს უკან იმალება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სიკვდილის შემდეგაც კი ის მაინც საიდუმლოა. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ მტკიცებულებაა იმისა, რომ მაიკლი იყო ადამიანი, რომელსაც ღრმა რწმენა და ყველა რელიგიისადმი პატივისცემა ჰქონდა. თუმცა, მან არასოდეს მიუტოვებია თავისი ფესვები. დღემდე ეს კითხვა ღიად რჩება. ეს მედიის გამოგონილია თუ საიდუმლო, რომელიც მის დაკრძალვამდე დამალული იყო. ერთი რამ კი ნამდვილად არის ცნობილი. მისი მუსიკის მსგავსად, მისი სული დღემდე განხილვის, საუბრისა და აღფრთოვანების საგანია მთელ მსოფლიოში.